არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზეც ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვით მიმართა პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გრევის მიზანმიმართულ უკანონო იარაღად არის ქცეული. არასამთავრობოების თქმით, საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის და პარლამენტის იმ დროს მოქმედი რეგლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი წესის დარღვევით შეიქმნა და მის დასკვნას კანონიერი ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია. იურისტ ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ნებისმიერი მიუკერძოებელი და მოუკიდებელი სასამართლო მსგავსი კანონის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას არასანდოდ ჩათვლიდა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიაში იქნეს წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ნახევარი მაინც. ოპოზიცია პარლამენტში იმ დროს არ იყო, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ, თავისი რიგებიდან გაიყვანა გარკვეული წევრები, რათა შეექმნა ხელოვნურად ეგრეთ წოდებული ვითომდაც ოპოზიციური პარტიები. ეს არის კონსტიტუციის და რეგლამენტის დადგენილი წესის პირდაპირი და უხეში დარღვევა. ნებისმიერი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტრიბუნალი სასამართლო ამისთანა კომისიის მიერ შექმნილ მტკიცებულებას არ მიიღებდა როგორც კანონით მოპოვებულ და სანდო მტკიცებულებას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი არსი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების კონტროლი უნდა იყოს. მათი განმარტებით, ამ შემთხვევაში კომისია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ქართული ოცნების ოპონენტების გასანეიტრალებლად არის გამოყენებული. ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური პარტიების ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს ლელოს საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე 31 ოქტომბერს მიმართა.